ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილის დაბომბვით ემუქრებიან. ჩვენ შეგვიძლია იქ 1000 დრონი გავგზავნოთ. ლუგარის ლაბორატორიასაც მიწასთან გავასწორებთ, თუ საქართველოს ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრას შეეცდება. აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერი ტიმურ გულია. თავად საოკუპაციო რეჟიმი კი თბილისისგან სამხედრო ძალის გამოუყენებლობაზე დოკუმენტის ხელმოწერას ითხოვს. ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო სასკოლო კონკურსის როცა მე დავბრუნდები აფხაზეთში ჩატარებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ქართველ ახალგაზრდებს რევანშისტული იდეებით ზრდიან. იდუბეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად სატვირთოს მძღოლი დაიღუპა. მანქანა საკუთარი ტვირთის რკინის კონსტრუქციის ქვეშ მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც არმატურა გადმოცვიდა და კაბინას დაეყარა. ანექსირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა აიკრძალა. კრიზისის გამო ბენზინს მხოლოდ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებზე გასცემენ. უკრაინა დაპირებას ასრულებს და ნახევარკუნძულს იზოლაციაში აქცევს. გასულ ღამეს დარტყმები განხორციელდა ყირიმის ხიდის ორივე მხარეს მდებარე ობიექტებზე. უპილოტო სისტემების ძალების ბატალიონის მეთაური იქ მცხოვრებ უკრაინელებს აფრთხილებს, არ მიუახლოვდნენ სამხედრო ობიექტებს. ყირიმი მოსკოვს დაამხობს, აცხადებს რობერტ ბროუდი. პირველი ქართველი კაცი მოდელი დოლჩე გაბანას პოდიუმზე. სანდრო ვეფხვაძე იტალიური ბრენდის კაცის ხაზის 2027 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა. ჩვენება გუშინ მილანში კაცის სამოსის მოდის კვირეულზე გაიმართა.